მოგესალმებით ყველას, დაბრუნდი ისე მაფია 2-ით. მოკლედ, დღეს ესე იგი რაც ხდება არის ის, რომ ჩვენი და ქმარმა ცემა, მოკლედ რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენა და ეს ხა არა, ეხლა უნდა წავიდეთ და მივხედოთ ჩვენი დის ქმარს იმისათვის თუ რაც გავუკეთეთ ჩვენს დას და მანამდე კიდე რაღაცას გეტყვით რა თქმა უნდა. ოღონ ერთი წამი, ჩემი მანქანა, რომელიც მე მოვიყვანი აქ წინაზე. რა თქმა უნდა აქ არ არის, რაც ძალიან ცუდი არის, მაგრამ მოდი კორვეტი რომ მოვიყვანი, მოდი ეს წავიღოთ. კიდე მანქანა არის, რაღაცა კაი ჩანს, წვიმა არის და ალბათ რავს გაახუჭოს, მაგრამ მაინც. ესე იგი, უიმე რა ხმა, ბიჭო, უთარა სტრაფი არის. ხო, წინაზე როგორც გითხარით, მეთქი ბუღალმა უსთქო და რო დავლევი ხა მას დაუსმადგენს ხო. და თავიდან ამჯეროდა მეთქი რაის თავი უნდა მატკინოს ხო, იმიტომ რომ რავი, 5 თვე არ დამილებია და თან კიდე ბუღალს ამის გავს ენერგეტიკულ სასმელს რო უსვამ ხოლმე. ბევრს არ უსვამ რა, ანუ ძალიან ცოტას თუ დავლებს რაღაც 1-5 ყლუპი მაქსიმუმ და მე აღარ შემიძლია მაგის დალევა და ან ვაგდებ, ან ვასხამ რაღაცა მსგავსი. ხო და 5 ყლუპი დავლი და აი მივხვდი უკვე რომ რაღაცა იწყებოდა რა, აი იწყებოდა ცუდი თავისკივილი და შევადგა ჩემს თავს. და ვიდეო როგორც კი დავამთავრე, ეგრევე გამოვთი კომპიუტერი, ვცადე რომ დამეძინებინა, დავიძინე კიდეც და რო გავიღვიძე, აუ, ესე იგი შაგეკი მქონდა რა, შაგეკი დამეწყო და შვადღიდან რაღაც ღამის 12 საათამდე სანამ აი ძალით ძლივს ჩამეძინა, მანამდე ისე მტკიოდა თავი რომ ესე მეგონა ვენები გასკდებოდა თავში. აი სადაც იყო ეგრე იყო. ეგრე მოხდებოდა რა. ინფორმაცია მოვიძიე და გავიგე რომ ვითომ აი ბნელ ოთახში უნდა იყო, მაგრამ 4 საათი ვიყავი ბნელ ოთახში და თავმა მაინც არ გამიარა. მე კიდე გულისრევა დამეწყო ისე რომ მომიწია რომ შევსულიყავი საპერფარაშოში და კბილის შოტკის დახმარებით ესე რომ ვთქვათ, აი ძალით მეღებინებია. მაგრამ არც მაგან არ მიშველა, უფრო მტკიოდა მე კიდე თავი და წამალი კიდე დიდად არ შველის მაგ ყველაფერს სამწუხაროდ. აი ისე მქონდა თავი, თან მე კიდე ციევცხელება დამეწყოთ, რავი რაც ქვია მაგას და ერთი სიტყვით რა, აი ძალიან ცუდად ვიყავი გუშინ, ვაფშე არაფერი არ შემოძლო, მთელი დღე ფაქტიურად ვიცექი. აქ არის მოღალატე ის ჩვენი დის ქმარი. ეს ხო არა? ესაა მე მგონი. ნახე ეს პოზიში და პიდარასტი ეს. მე დაკავებული ვარ აქ, ვერ ხედავო? გადაატეხავს ეხა თავზე ალბათ. გონი დაკავებული უნდა იყოს, შენ ცოლს უნდა მიხედავო და არა აქ უნდა იყო რა. მე გასავლიო შენ გოგოსაწმო როგორ უნდაო. აი მე თავიდან გეუნებოდის რა, მეთქი ვეჭვობ რა, ცოტა კი არა კარგად ვერ წავა საქმე თქო, აი. აუ, კაროჩე რა, აი ეს ჩხუბი როგორ ამიყვარს ამ თამაში, რაღაცა დამოღმება უნდა ვიცი, აი ვიჩერ ერთი არ მითამაში, ერთი 3 დღეა, მაგრამ აი მანდაც კიდე ისეთი, აუ, საიდან მაწყებიებს. ხო, ნუ ვიჩერში არის კიდე ეგეთი ძალიან ჩხუბის მექანიკები არის ძალიან ცუდი უფრო სწორედ და მაგრად არ მოწონს, მაგრამ ნუ რას იზამე ხა. ამას კიდე რაღაცას მოუხერხებ, იქნებ რაღაცა მოუხერხო. ისე როგორ ღალატობს ეს ხალხი შეყვარებულებს და ცოლებს, აი მე აგერ ამდენი ხანია ვცხოვრობ და ერთი ვერ მინახია ვისაც შეიძლება რომ შეყვარებული დაუძახო და ესენი ამათ ყავთ даже შვილი რა, ცოლი და იმასაც აღალდებენ. რა ვიცი, საინტერესოა ძალიან. აი ერთი მარჯვენა მარცხენა რომ მოდოს. აი ეს ძლიერი დარტყმა. სო მიდი რა დაანუკავდე. ოპა, გენაცვალე, მოიტა ესილეთით. ეს გაფრთხილებად მიიღე, კიდე შეეხები ჩემდას და მოკვდებიო. ეხლა სახში დაეტიე, შეეშვი ნარკოტიკებს, დასალევს და სახში ეგრეო რა. და თუ კიდე გავიგებ რომ ჩემდას ცემო, გიპოვი და მე უკვე ცუდად იქნება შენი საქმეო და ეხა იმედია რომ აქ მართლა ის არ დამედება რა ქვია კოპირაიტი. მოკლედ იმედია რომ აუ კაი მოდი ჩავიდეთ ქვემოთ ერთი წამი. და მე დაგლაპარაკებით. ხო მოკლედ მუსიკა არის რა იქ და კოპირაიტი თუ დაიდო ვიდეოს გამოვა ისე რომ ან ვიდეოს დამიბლოკავენ, ან კიდე რაღაცა მოხდება მსგავსი და ეგრე არ მინდა და იმედია რომ ეგეთი რაღაცა არ მოხდება. თუ ეგეთი რაღაცა მოხდა კიდე მაშინ YouTube-ით რაღაცას ვიზამო ისე რომ ეგ მუსიკა ჩაქრეს და აღარ ისმოდეს რა, მაგრამ შეიძლება მე ჩემი ხმაც გაქრეს და თუ ეგრე მოხდა მაშინ გეტყვით ეხა კიდე იმას თუ რა შეიძლება არა, ესე იგი
შეერშიო ნარკოტიკებსა და დასალებსო და სახლში ეგდიო რა და კიდე თუ იზამო ეგეთ რაღაცას, ანუ ჩემ დას კიდე თუ დაარტყა, მაშინ შეურწყებას მიეყენებო, მაშინ გიპოვიო რა და მე უკვე ცუდად იქნება შენი საქმეო. და კაიო რა იმან. მე კიდე წვეულებაზე გააფრთხილა ხალხი, რომ მორჩა უკვე წვეულებაო, მალე ხა დაიშალეთ სახლში, თორე კიდე მოვალაკ და მე უკვე თქვენს მოგხედავთო. ეხლა ალბათ უნდა წავიდეთ ჩვენს დასთან და უთხრათ ის ამბავი თუ რაც უქენი ჩვენ მაგარ ქმარს რა. მე ჩემი აზრით ეხლა რა, ანუ მე რო ყოფილიყავი აქ ეგრე არ მოვიქცეოდი. ნუ ცემდი რა თქმა უნდა ეხლა ფაქტია, მაგრამ ვიზამდი ისე რომ დასვეთყოდი რომ ვაფშე გაშორებულიყო მაგ ტიპს და მაგასთან აღარ მისულიყო არასოდეს. თორე ეხლა თუ უკვე გამოვიჭირეთ ღალატში, ანუ დაჟე ჩვენ წინ ღალატობდა რა საკუთარ ცოლს, ჩვენს დას. პლუს კიდე ნარკოტიკებზე არისო, შემჯდარიო, პლუს კიდე სვამსო და მსგავსი რაღაცეები და რა ვიცი, აი კიდე მაგასთან დაბრუნებას რა აზრი აქვს, ჯობია რომ გაშორდეს. ალბათ შიგნით არა, იმიტომ რომ გარეთ არაა და კიდე გვირეკავენ. გისმენ TBC ბანკი. არ მინდა სესხის ამოეტანა არა. It's Francesca. Eric came home and he's all beat up. You said you wouldn't hurt him. მოვიდაო სახლში ჩემი ქმარიო და ნაცემი არისო. ხო გისხარი არცემო. He promised he'll be good to მე me. არ ყოფილვარ ეგო. ვიღაცამ galახაო ალბათ სხვამო რა. So you'll leave him ნუ alone. ბოდიში მოიხადაო ეხაო და მითხრა რომ შეიცვლებაო. ხო განებებ თავსო. Listen to yourself, Vito. კიო კაი გავანებებ თავსო, მაგრამ თუ კიდე გატკინაო გულიო და ან დაგარტყაო, მაშინ მოკლაო. და ვიტო გაჩუნდიო რას ლაპარაკობო. Just stay away. ეს ავადაა მე მგონი ეს ქალი, ვაი ჩემი ცოდვა. ანუ ტიპს დავეხმარე და იმის მაგივრად რომ მადლობა ეთქვა ან რაღაცა მსგავსი. შენო ვიტო, ანუ ძმა ვართ ან მაგ დის ეხლა და ფაქტია რომ დას დავიცავთ და შენო ვიტო წადი ჩემი სახლიდან, არ მოხვიდეო საერთოდ აქო რა. გაგვანებიო თავიო, გაგანებიო თავს რა პრობლემაა, გაზ გიტყავს მაგ ფორმა და იყავით მე. რა ტიპმა რა ვიცი, აუ კაროჩე რა. წადი სახლში ვარ და მეტი აღარ გავაკეთე ხა აქ. დავიჯერო? აჰა, კაი დავიძინოთ. ძირითადად აქ დაძინების მერე ხდება ხოლმე რაღაცა. ოპა. ესენი ვინ არიან? დაწვით ვეხაურობა. ეს დავიჯერო იმ ბიჭის იმ კაცის ისინი არიან ტიპები? აუ, რამდენი ფული დავხარჯე. ვაიმე. ახლა პოლიცია მე დამიჭერს აქ უეჭველი. აх. კაი, ამათ ახლა მე ვევცემ ესე საცვალიდან არაფერი არ მაქვს. ჯოუსთან უნდა გავიქცეთ. და ვაი, აი იმ ჩემდას კიდე უფრო გავლახავ, ესენი თუ მაგარ მომიქცია აქ. ან მაგის იდიოტმა ქმარმა. აი, მანქანა უნდა მოვიპაროთ ახლა ჩვენ რაღაცა და მოწავდეთ ჯოუსთან. ტრუსიკი არ შემიჩნიოთ ხალხო. არ ვიცი რითი გავიმართა თავი, მაგრამ არ შემიჩნიოთ ტრუსიკი. ვიღაცამ გააჩერეთ ბიჭო მანქანა, ერთი გაჩერებული მანქანა როგორ უნდა იყოს აქ სადმე. გაჩერებ? Get out of there. გადმოეთრია მაქედან. ყველაზე ნელი მანქანა ავირჩე, დიდი ვარაუდით, მაგრამ არ აუშვეს. ჯო. ძალიან დაიძაბა სიტუაცია ეს ბოლო ეპიზოდები არის რაღაცა, მოიცი ერთი წამი, აუ ეს რამხელაზია, მაგრამ არ აუშვეს. ხიზე თუ გადავედით, მე უკვე იქიდან დავგაზავთ და უცებ მივალთ იქამდე. ხო, ამას არ ველოდი და მე მგონია რომ ეხა უფრო იმ ბიჭმა დაავალა რა ვითომ ამგვენს რომ აი მცემაო რა კლუბშიო და მიდით ეხა მიხედეთო. ეს გოგოს მანქანა, მე მგონია ხე რელამაზია თეთრი და ვარდისფერი. თუ ეგრე იქნა მართლა დავადგები ჩემ დასთავზე და იმასაც გავლახავ. ქმარსაც მივაყოლებ და კიდე შვილი თუ ყავს, იმასაც მივაყოლებ ამ ქმარსაც და ჩემს დასაც რა. იმიტომ რომ ეგ შვილიც გაიზრდება ეგეთი იდიოტი და არ გვინდა ხო ხვდებით ეხა მაინც. ვიტო ესეთი მაგარი ტიპი არის და ეხა და თუ ეგეთი იდიოტი ეყოლა და ქმარი თუ ეგეთი იდიოტი არის, მე კიდე შვილიც ეგეთი იდიოტი იქნება და დიშვილის ეგრე სულელურად გაზრდას ჯობია რომ სამივე ვცემოთ რა. თქვენ ასე თქვით. მე მგონი ეგრე უკეთესი იქნება. კაი, მივიდეთ ეხა უცებ, მე მგონი მაინც ხო, მივალ და დაიბრუნდებით გაგრას. აბა ჯო, შენი დახმარება გვინდა ეხა. გუშინ გადაგარჩინეთ, ეხა ტრუსიკით დაგადგები თავზე და არ ინერვიულო, შენს გაუპატიურებას არ ვაპირებ. უბრალოდ დახმარება მინდა შენი. და მეტი არაფერი. თან ეხა ჯო გაბრაზებული არის, მით უმეტეს ბავშვს დაემართა მის მერე და ჩემი აზრით ეხა თუ გამოყვა ესა დაგვეხმარა, გულს გადააყოლებს ამათ მოკლას
იმიტომ რომ ბავში რა პრინციპში ამის ძმაკაცი იყო რა, პატარა ბიჭი ვინც მოკლეს. ეს ხო ვერ გავიგე რომელ სართულზე არის, მეორეზეა, მესამეზეა. წინაზე მესამეზე იყო, ეხლა მე მგონი მეორეზეა. აი ჯანდაბოს აქ ჩავალ. ხო, აგე აქა. Joe Barboro. Joe, don't tell me you're not home. აი ხარ მითხრა რომ სახში არა ხარო. ქალებთან იქნება ხა ეს ვეჭველი. Let's go. You better not be passed out. Come on. მიდი გააყარები ხა იმედიან ამ პახმელიაზე არა ხარო რა. მოიცადე მოვდივარო. ეს რა არის? Oh, you barbecuing in your underwears? ეს რა ბარბეკიუს წავდიო? ხო და შეიძლება შემოვიდე? კი. I'll fix you a drink. რამეს დაგალებიეფო. არ მინდა ძმა არაფერი. ეს რა უქნია ამ სახლისთვის რა არის ეს? What the fuck? ეს რა ჯენდაბაა? კაია ხო? ამ სახლს დაემართება. What do you think? ცოტა შეცვალე აქაურობაო რა. ნუ ცოტა განსხვავებულია რა. მე გავაკეთე ყველაფერი რა ჯენდაბაა ეს რა არის? ბავშვი თუ რა ცოლი მოყავს რა ხდება? რა ჯენდაბა მოხდაო? Those crazy fucking mix. ეგ იდიოტებიო. რა ქნესო? ჩემი მოკლაცადესო და ჩემი სახელ დაწვის კიდევ. Son of a bitch. ოხ ეს ნაბიჯრები. What are you going to do? რა უნდა ქნო? You want to go deal with the mix right now? ეხლა წავიდეთ და მიხვედოთ მაგისო? დიახ ხო. კაი დამშვიდი. ჯერ დალიე და დავრეკოთ ვიღაცებთან და მე მიხვედოთ. Unless you want to go on a rampage in your skivvies. Thanks. Thought you never ask. ჩემი ტესტმედები ჩაეციო რა, თუ არ გინდა რომ მაგენსო ტრუსიკებით მიხედაო და გავუმკლავდიო. არა პრობლემა, ნახოთ რაები გაქვს. Hey, it's Joe. Yeah, I know, but I need a favor. Joe, მე ვარო. ჩემ ვიღაცებმა წადესო რა, ჩემი მეგობრის მოკვდაო და სახლი დაწვისო. არ ვიცი ვინ არიან და ვისთან არიანო, მაგრამ You're going to have a lot worse to worry about if you don't tell me. Mickey Desmond. Mickey Desmondi. Oh, he is. Well, that explains it. გასაგებიაო რა. ეხლა სად არისო? Yeah, I know the place. ო, ვიცი ეგადილი. კაი, წავედი ჯო. ესე იგი ერთი გადარეკა, გადმორეკა და გაარკვევ ეს რა არის? The Mick joint in Kingston. Come on, I'll tell you the rest in the car. Kingston-თან მივდივართ. ანუ ესე იგი Kingston-ის სხვათაშორის დამახსოვრებული მაქვს უკვე. ანუ უნდა გადავიდეთ ეხლა ჩვენ ავტობანზე და დაახლოებით იქეთ არის, სადაც აი წინაზე მანქანების რაღაცა ჯართი მანქანები რო არის რა. ჯომ რო ვიღაცა ტიპი მოკლა და მე რო ჩვენ გავსრისეთ ეგ ადამიანი და ვაფშე გაქრა იქიდან. მეთქი ამ მანქანით მივდივართ ხო? ჯო, გამოცვალე ეს მანქანა ძმა, სულ ერთი და იგივე რო გაქვს. თან მევადარებ მაინც ყოველთვის და ბარე მომეცი და მე მექნება. აბა, წავედით. So you heard anything about the mix lately? რამე გაიგეო მაგაზეო და არაო. ახალი ბოსი ყავს მაგათო. Mickey Desmondi. So he's trying to show everybody that he means business. რამდენიმეს უნდა რომ ჩაანაცვლოსო ეგ ბოსიო რა და He was Desmond's cousin. Brian O'Neill. Desmond's ბიძაშვილი იყო. Right now, laughing it up with the rest of those fucking yo-yos. So let's get over there and deal with him. That's the plan. Sounds like there ain't many of them left. So I guess we should just storm the place, surprise the shit out of them. I like this plan. Assholes burnt my fucking house down. Relax, we'll be there in a minute. მოკლედ ახალი ბოსი ყავსო რა მაგენსო. I almost forgot. Yeah, if you got one, that'd be good. და მაგ ბოსო უნდა რომ საკუთარი თავი აჩვენოსო სხვებს რომ ვითომ ძლიერი არისო და მაგიტო შენთან მოვიდნენო რომ ვითომ დაეწოთო ადგილიო. Here you go. იარაღი დაავიწლაო რა შენთვის წამომეღო და ვიტომ უთხრა არა უშოვსე კაცო თუ შენ გაგვხსო მაშინ მომეციო და როგორ ჩანს ქონია შარვალში. ოღონდ ის იარაღი არა მეორე. რო ისვრის. Take it easy, I'm in a rush. ესე იგი ცოტა არიანო რა მოდი დავადგეთ ვიღაც ჩვენო და ამოხოცოთო ბარემო ისე რომ ფაქტობრივად ვერს გაიგებენო და ვიტომ უთხრა რომ არა პრობლემაო ეგ გეგმა მომწონსო მეო და ბარემ ეგრე მოვახერხოთ ანუ გავუმკლავდეთო მაგეთო. სახელებს კიდე გეუბნებით აქ ვერ ვიმახსოვრებ იმიტომ რომ ჯერ ერთი ბევრი სახელები არის მე მეორე კიდე ყველა რაღაც ბოსი არის და მაფიის რაღაც წევრი არის და ეგ არა შენ რა ალერგია გაქვს ამ წითლებს რო გადიხარო სულო და ვითომ ეხა ანუ ამის თქმა მართლა მინდოდა ხო კიდე ესე იგი ტიპებს იმაზე აქვს გართულება რომ მე წითელზე გავდივარ მაგრამ იმაზე გართულება არა აქვს რომ დღეში 5 კაც კლავთ Let's go get these fucks. ზათხარო და კიო რაღაცო მივხედოთ მოდი ამგესო საიდან შევდივართ აბა უი აგერ შენ იყავი ეგ აი ნუ ორი მოგვდა უკვე მაგრამ
საიდან გამოდიან ესენი? აქედან? აბა? ვაფშე გაჭედა მე მგონი, ან შეიძლება კაცინი არის და მაგიტო? ხო. I chased him, but I lost him. გავეკიდეო, მაგრამ დავკარგეო, ეგ მშიშა და გაიქცეო. მაგრამ ვიპოვიო. და როცა ვიპოვი You were the მოკლავ. one who ran away. ჩვენზე ლაპარაკობენ. ნახოთ ეხლა ვინ გაიქცევაო. You've got some balls. შენ როგორ ჩემს Yes, ყველები I do. გაქვს რა? იახაც მაქვს. აუ, კაროჩე რა, აი რა სისულელია. ეხლა დამაწყებიებს კიდე რაღაცა. აუ, კაი, არ გვინდა მის მოსმენა. ხო, მიპოვით, მე You were the გიპოვით. one who ran away. Asshole. Fuck. მალე დაიმალე. გამოდი ეხლა, კაი, გაინძერი ძმა. Yes, I do. ადიმალები ბიჭო. Vito. Let's go. I'm almost out of bullets over here. Man, ვერ ვარ I ყამ. don't want to get on your bad side. კაი, ნუ ეგენი მოკვდა უკვე, აქ არიან კიდე დამალული. ჯოუ ძმა, შენ თუ ეხა ერთ წვიას მაინც ისვრი მთელი თამაშის მანძილზე ბედნიერი ვიქნები. ოღონ მართლა. კაი, მოდი აქეთ გადავიდეთ, იმიტომ რომ ეს არ შვება არაფერს ვაფშე, აი ჯოუ არის მენა გამოუსადეგარი. I'm the best. ო, განსაკუთრებული ვარ, საუკეთესო ვარ, რაში ძმა? მან დაყუდებაში? I'm gonna get you sooner or later. დაგიჭერო, ამ გესეუნება არაფერს არ აკეთებ და რანაირად დაპირებ დაჭირეს, აბა. კაი, აქ ახლა მომკლავენ მე რო გავიდე მე მგონი. ვინ მექო არა? აბა. კუჭი ქონია შე რომელიღაცას, მაგრამ იქ არავინ არა. ჯოუ, ეს გარბის ნახე. და ჩვენ გვეუბნებოდა გაიქცეო. There's more of them in that car. Let's go, they're getting away. All right, come on. You drive. შენატარი, რა თქმა უნდა, აბა ვინ. მე რატომ მოუძდეთ ხალხო, თქვენ ავად ხო არა ხართ? Got some nut job here shooting a gun. გადი იქეთ პოლიცია. ბიჭო, ეს პოლიცია გადამრევს მე კიდე. მიდი, ჩქარაო რა, კარგავ თუ. საიდან ესვრი ხა შენ ტყუებს უხარჯავ, მაგას ვერ გვირდები? იმის მანქანა რა, ძალიან ჯართი არის და წესით ვერ უნდა. გააჩირა თვითონ რა კაი ტიპია. რა შვება ეს? You drive like my. Got some nut job here shooting. ბიჭო, ამასო ტომიგანი აქვს, ვერ უყურებთ? Stupid fucks. Well, that takes care of that, huh? So, Yeah, წავედი. but don't give me my house back. Don't worry. მოკლედ, Business is looking good. მაგასო You'll have to მივხედეთ, get მაგრამ through სამაგეროდ real სახლი soon. არა მაქვსო და არა უშვის კაცო ბიზნესი კარგად გამოიყურებაო, მალე გიყიდით ახალ სახლსო. So it's კაი, okay if I სახლს crash on წავედით. your couch, right? I could do one better than that. შეიძლება შენთან დავიძინო და კიო. For Marty's apartment. მაგრამ Get rid of it right now for his mother. So you might as well use it while I do. Thanks. მოკლედ მარტის ბავშვი რო არის რა ხო ხვდებით მაგის გასაღებს მოგცემო მაგის Plus, I სახლისო. just bought the thing. I don't წადი like მაგასთან და to იქან დაიძინეო. Marty's apartment's over in Oyster Bay. ჩემთან დაწოლასო რა და იქო ყოფნასო ჯობია რომ მარტისთან იყო Back there დროებით. doesn't even start to make up for it. Hey, all that stuff that got pointed up is just things, Vito. Just things. რაც დაწესო ეგენი უბრალოდ რაღაცეები არისო You რა. think I do the shit we do anyway? It's to buy things. You და know, მოიცა რა suits, გონია მე cars, რატო ვაკეთებ ჩვენ ამ ყველაფერს იმისათვის რომ რაღაცეები ვიპოვოთ All my ვიყიდოთ damn რა. cash was in that house too. ჩემი ფულიც იქ იყო. I'd never be poor again. End up a fucking wharf rat like my old man. Hey, I understand. Don't worry, we'll think of something. გასაგებიაო რა მე ეს მიშენიო. მალე იქნები უკვე დაბრუნდებიო რა შენ სადგილზეო. ესე იგი ჯოუმ ვითომ დაწყნარებად სადა რა, ანუ დაიკიდეო რა, ეგ უბრალოდ მატერიალური სიმდიდრე არისო და მეტი არაფერიო და ვიდეომ უთხრა მე ანუ ზუსტად ეგაო საქმეო რომ მაგ მატერიალური სიმდიდრის გამო ვაკეთებთ ჩვენ ამ ყველაფერს რომ რაღაცები ვიყიდოთო, მანქანებიო, ტელეფონიო, სახლები და რაღაცეებიო რა და თუ ეგეც გაგვიქრა და აღარ გვიქნა, მაშინ რა აზრი აქვს ამ სამუშაოსო რა. და მართალიც არის რა, მაგრამ ნუ არაუშვოსო ჯოუმ მაინც ვითომ დაგვაწნარა რა რომ სახლი დაწვეს. კაი, ეხლა მარტისთან მივალთ ჩვენ და შეიძლება ეს თავი კიდე ამით მორჩეს და დღეს დიდი ვიდეო იმდენად არ მინდა რომ გამოვიდეს მაინც ცოტა შესვენება მინდა გუშინდელის მერე აი თავი ისე მქონდა გაგლეჯვაზე რომ რა ვიცი. ხო და როგორც აღმოჩნდა ჩვენი დისკმრის ტიპები არ იყვნენ ესენი, ანუ იმას არ მოუქცევია. და უბრალოდ ვიღაცა ახალი ბოსი იყო რა და ეთყობა რო გაიგეს ის რომ ჩადი ხარ უკვე აქედან? Sorry about tonight. მე რეგნახაო და ბოდიში დღესთან დაკავშირებით შემიბრალი არ ყოფილა.
დღეს აუ ორი მანქანა გავიტანეთ და პლუს კიდე ტელეფონის ჭიხურიც. და პოლიცია ჩვენ წინ არის. კაი, მორტისთან წავიდეთ ახლა თუ მარტისთან და ვნახოთ მაგას როგორი სახლი აქვს და როგორ ჩანს საკმაოდ შორს არის, ამიტომაც მივალე ახლა მან უცებ და გაგრას დაგებრუნდებით და მე მგონი მე-12 თავიც კიდე გაგრას დაიწყება და ვნახავთ თუ რა ხდება მაგ თავში. და მალე კიდე სხვა შორის თითქმის აი ბოლო თავამდე რომ მივიდივართ უკვე, ტომისაც ვნახავთ უკვე მე მაფია 1-დან და საინტერესო იქნება ისე ანუ აქ როგორ რა ხდება და როგორ ვითარდება მოვლენები. შეიძლება პირველ ნაწილში რომ ბოსი იყო, ტომის ვინც მართავდა რა, ანუ ტომის, პოლს და კიდე სახელები აღარ მოსწონს ხა იმ სამივეს, მაგრამ ბოლო მესამეს უბრალოდ. მაგრამ შეიძლება ეგ ბოსის ვნახოთ. თუ მკვდარი არა, შეიძლება მკვდარი იყოს, იმიტომ რომ იმ მაფიაში თუ აუჩნდები ვითარება ხდება რაღაცა 1922 წელიდან თუ რაღაცა მსგავსი წლებიდან 55-მდე თუ სწორად მახსოვს. ხო და ეგ ბოსი უკვე ცოტა მოხუცებული იყო 21-ში და ალბათ 55-ში უკვე ან ძალიან მოხუცი იქნება, ან შეიძლება უკვე მკვდარი იყოს. კიდე გეუბნებით ახლა კარგად არ მახსოვს ისტორია ამ თამაშის რა. ისე რო უფიქსდები ახლა ანუ რატო თამაშობთ ამ თამაშებს საერთოდ თუ მე ისტორია იმდენად მაინც არ გვახსენდება და ისტორია მაინც არ გვახსოვს რა, რა აზრი აქვს. ვითომ ჩვენსაც ვისწორებთ ავით, მაგრამ ზოგიერთი თამაში არის მაგალითად ახლა Red Dead Redemption, ანუ კოუბოებზე რო არის რაც ხენ ცოტა დიხარ და ფოხტებით ახლა თქვენც, ანუ არტურ მორგანი. ეგ ძალიან მაგარი თამაში იყო და მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა 2-3 წლის წინ დავხურე, მაინც მახსოვს, იმიტომ რომ ნუ კარგად ჩამჩა რა გულში ესე რო ვთქვა. მაგრამ სხვა თამაშები იმდენად არა. პროსტა ერთია რომ ერთი თვე შეიძლება გახსოვდეს რა ეგ თამაშები, ან მომენტში უფრო შენსაც ისწორებ და მოგწონს რა, მაგრამ მე არც ის. God, I wish I had the cash for a hotel. ეს რაჯანდაბის ადგილი არის, ნეტა ფული მქონდეს რომ სასტუმროში დავიძინო. This is creepy. ნუ, საშიში არის რა აქაურობაო. აჰა, მე-11 თავიც უკვე დამთავრდა. ჩვენი ძველი მეგობარი, ანუ მან ჰენრი ითვლება ალბათ. ეხა ზღვის საჩუქარი. 1951 წელი. მარტის ადგილი. My house burned to the ground. შემოსაღად დაიწყო. ყველაფრით რაც მქონდა შიგნით, ანუ ფულით რა. პოლიციასთანაც კიდე პრობლემები მქონდა, მაგრამ ედი მიხედავ მაგას. რაღაცა კიდე დაზღვევა არ მქონდა მომენტზე რომ აქ ყოფილიყავიო. ლეო მაინც გადავარჩინეო. ის კიდე გაქრა რა. ფრენკ მაინც არ იცოდა საწავიდაო. Eddie still brought him in when he heard Leo had skipped town. Me and Joe had a new partner. მიუხედავად იმისა, რომ ჰენრი ვერ შეასრულა საკუთარი სამსახურიო, ედი მაინც მიიღო ის სამსახურშიო რა. ეხა კიდე ვიღაცა გვირიგავს. ანუ ესე იგი მიხვდა რა ედი, რომ არ მოუკლია ლეო, მაგრამ მაინც მიიღეს, იმიტომ რომ გაქრა რა ქვეყნიდან. რაღაცა დიდი უნდა გავაკეთო და მოდიო. ლინკოლ პარკში მოდი თუ გინდა რომ უფრო მეტი გაიგო ინფორმაციაო რა მაგაზე, ანუ რასაც გეგმავს. აი პრობლემა არ არისო, ესე იგი, სანამ ფულს ახლა ვიშოვი ჩვენ, მანამდე მოგვიწევს რომ ეს მაფიას 3 ისინია რა, ჟაკეტები და რაღაცები, როგორ ჩანს, აი წერს ეგრე. ეს არის 2 კას რივორდი, ანუ 2 კარი, მე მგონი გამოქვეყნებელი ამ თამაშის და ვითომ საჩუქარი არის ესეთი, რომ ალბათ თამაში ვიყიდეთ ესე. რა ჩავიცო ჩვენ? მოდი ეს იყოს, მაინც დიდი გეგმაო თუ რაღაცაო და ადამიანს არა. აი, გარაჟი ახლა ჩვენ სადა გვაქვს აქ, ანუ საიდან უნდა შევიძინოთ მანქანები, ან გამოვიყოლოთ მანქანები, ან რა ვიცი. დიდი ვარაუდით ეს არის, იმიტომ რომ ყველაზე დიდი გარაჟი ესაა და ალბათ აქ იქნება. ხო, აი. ფული არა გვაქვს, თორე გავაკეთებდი ახლა მე აქ რომელიმე მანქანას და იმით დავიდოდი და რა ვიცი. მოდი იყოს ეს. ესე დამტრეულია. ეს არის ის მანქანა? კაი, მოდი მაშინ შევაყენოთ ჯობია გარაჟში. და გავიყვანოთ ახლა ჩვენ იყოს ეს. მოკლედ, დღესაც სულ ეს იყო, რა ვიცი, იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ. მთავარი რაც იყო გავაკეთეთ უკვე ის, ანუ მივხედეთ ჩვენი დისკ მარსაც, აუ რა ლამაზი ფერი აქვს, ნახე, ოქროს ფერში გადადის და აქედან კიდე უფრო მუქი წითელი არის და რაღაცა სტაფილოს ფერში არის შერეული. ძალიან ლამაზი მანქანა არის. ეს არის კიდე ალბათ Mercedes-ი SL რო არის. მე მგონი ეგრე ქვია.
SL300. დაახლოებით მაგ სტილში არის გაკეთებული, ეს მანქანა უბრალოდ სახელი ქვია სხვა GL თუ რა GC რაღაცა ქვია მგონი. ნუ ვერ სიტყვით, ეხლა წავედი, იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ, და ლაიქით ვიდეო, გამოიწერეთ არხი. ჩვენ კიდევ ერთმანეთს შეხვდებით უკვე ახალ მისიაში და დროებით.